ზელენსკის მოუწევს, რომ ეს გეგმა მოიწონოს, მას მოუწევს დათანხმდეს რაღაცას, რასაც აქამდე არ თანხმდებოდა, აცხადებს ტრამპი უკრაინისთვის შეთავაზებულ 28 პუნქტიან სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით. ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსის თქმით, გეგმა მისაღები უნდა იყოს როგორც რუსეთისთვის, ისე უკრაინისთვის. ტრამპის გეგმის მიხედვით უკრაინამ რუსეთს 2300 კვადრატული კილომეტრი უნდა დაუთმოს, რაც ლუქსემბურგის ხელა ტერიტორიაა, რუკას გამოცემა როიტერსი აქვეყნებს. გარდიანი კი წერს, რომ ამერიკელი სამხედროები მომავალ კვირას შესაძლოა მოსკოვში ტრამპის გეგმის განსახილველად ჩავიდნენ. როგორც ჩანს, უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები ჯერ კიდევ ბოდვაში არიან, აცხადებს პუტინი. ის ტრამპის გეგმას ეხმაურება და ამტკიცებს, რომ რუსეთის სამშვიდობო გადაწყვეტილებისთვის მზადაა. პრეზიდენტ ტრამპის გეგმა ამაზრზენია, წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი დონ ბეკონი. ტრამპის სამშვიდობო გეგმას სხვა რესპუბლიკელებიც აკრიტიკებენ. რუსული ხოცვა ჟლეტის დაჯილდოება ამერიკის ინტერესებისთვის დამღუპველი იქნება, აცხადებს მიჩ მაკონელი. სენატორი როჯერ უიკერი აღნიშნავს, რომ უკრაინა არ უნდა იყოს იწულებული თავისი მიწების სამხედრო დამნაშავე პუტინს დაუთმოს. ევროპა-ამერიკის შეერთებული შტატების სამშვიდობო გეგმაზე პასუხს ამზადებს, აცხადებს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი. მისი თქმით, ტრამპის გეგმა შესაძლოა გახდეს მოლაპარაკებების საწყისი წერტილი, თუმცა ტერიტორიის მოლაპარაკებების მაგიდასთან დათმობა ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას.